თავად ქართულ პარტიაში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს აბსურდს უწოდებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიცმარიშვილის თქმით, მასალა მთლიანად ფალსიფიცირებულია. ისევე განმარტებით დაკავებულთაგან ქართული პარტიის წევრი მხოლოდ 2 პირია. დანარჩენებს კი ირაკლი ოქრუაშვილთან კონტაქტი წარსულში ჰქონდათ. ყველაფერი რაც იქ რაზეც საუბარია დაწყებული თქვა რაღაცა ხუმბარების ამოთხრით, ირონიას იწვევს ის რაც აჩვენა შესესემ ქართული პარტიის პოზიციით არის თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული. ირაკლი ოქრუაშვილთან სატელეფონო საუბარის ავთენტურობა ასევე დაამტკიცოს მერაბიშვილმა, ჩვენ არც ვაპირებთ ამ სერიოზულად ამ თემაზე საუბარს. აბსურდზე კომენტირება ვანო მერაბიშვილთან. თქვენი პარტიის წევრები ირაკლი ოქრუაშვილს ვადიკავკაზში. მე მგონი დაგიდასტურეთ, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ყველაფერი რაც თქვენ მოისმინეთ, არ იმსახურებს სერიოზულ კომენტარს.